მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში მოგილოცავთ დღევანდელ დღეს, მოხარული ვარ რომ თქვენთან ერთად მეც შემიძლია გავიზიარო ეს ბედნიერება. ჩვენი შეხვედრის მიზეზი ერთადერთია და მას სიყვარულია მოგეხსენებათ. ხომ ასია ბატონო ზაზა? ძალიან კარგი. ზაზა და ირმა, თქვენი სურვილის თანახმად და საქართველოს კანონმდებლობის სრული შესაბამისობით დღეს აქ ხდება თქვენი დაქორწინება. ფიქრობ არანაირი ხელი შემშლელი და დამავკოლებელი გარემოება საბედნიეროდ ჩვენ წყვილს არ გააჩნია, ამიტომ თამამად შეგვიძლია დავიწყოთ. ბატონო ზაზა, დღეს თქვენ არა მარტო ეს მშვენიერი ქალბატონი მოიყვანეთ ამ დარბაზში, არა მარტო იმის თქმაგნებავთ რომ გიყვართ, რომ განუზომელია თქვენი სიყვარული, არამედ უფრო სერიოზული ინტონაციაც უნდა შეიტანოთ ყოველივე ამაში. ანუ განაცხად იმის შესახებ, რომ ამ მშვენიერებასთან ერთად პატარა და ლამაზი სახელმწიფოს აშენება გადაგიწყვეტიათ. ყოველ შემთხვევაში ასე იქმნება ბრძენი ადამიანებისაგან. ოჯახი პატარა სახელმწიფოა, არა? მოდი თქვას ახლა სახელმწიფოს მეთაურმა მზაობა არის თუ არა თანახმა, არის თუ არა მზად სახელმწიფოს მშენებლობაზე აუცილებლად ირმა კლიმსაძესთან ერთად. თანახმა ვარ. არ მივესალმოთ მეფის ამ განაცხადს. ეს განცხადება დარჩება მხოლოდ განცხადება და პრეტენზიად, თუ მეორე ნახევარიც არ დაგვიდასტურებს თავის თანხმობას. ირმა, ხარ თუ არა თანახმა, თქვენი მომავალი ცხოვრება ზაზას დაუკავშიროთ. თანახმა ვარ. ძალიან კარგი. ეხლა რაც გამოცხადდა და ხელის მოწერით უნდა დამიდასტუროთ. ძალიან ადრე ძველ საქართველოში არსებობდა მცნება, რომელიც იყო ფაქტიურად ფენომენი. ხელის მომკიდეობა ერქვა მას და არჩევდნენ ღირსეულ, გამორჩეულ ადამიანებს. ნახოთ, ვინ არიან დღეს ჩემი საპატიო სტუმრები, დღეს უკვე მოწყის სტატუსით მობრძანებულები, ესენი არიან ნიშნიანიძე შოთა და ქათამაძე ხათუნა. მივესალმოთ მომავალ ნათლიებს. მეფის სიტყვა კანონიაო, ნათქვამია, დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობ, მონარქიაში არა, ამიტომ მეფის სიტყვას დამოწმება სჭირდება ჩემი მოწმეების ხელმოწერებით. ფიქრობ ამით იურიდიულ ნაწილს მოვჭით, ეხლა შეგვიძლია გადავიდეთ უფრო რომანტიულ ნაწილზე. ძველი ეგვიპტური ლეგენდა მინდა გავიხსენო, როდესაც შეყვარებული წყვილი გარბოდნენ მონობიდან ხელბორკილებით ღია ზღვაში. მათ დაშალეს ეს ხელბორკილები და რგოლები გაუკეთეს ერთმანეთს თავიანთი სიყვარულის ფიცის ნიშნად. დღემდე მოდის ეს რიტუალი ჩვენამდე და როდესაც ამ ბეჭდებს ერთმანეთს მიართმევთ, სიყვარულის ფიცი, გნებავთ ერთგულების ფიცი, უნდა მოგვასმენინოთ. ირმა, ფიცა ვიყო შენი ერთგული, ვიქნებით ოჯახი და განუყოფელი ნაწილი ერთმანეთის. ზაზა, ჩვენი კავშირი იქნება ყოველთვის ურყევი და მარადიული. ამბობენ სიყვარული ღმერთის საჩუქარია, ნიჭია, რატომღაც დაგვაჯილდოვა ჩვენ ადამიანები ამ საჩუქრით. ყოველ შემთხვევაში ზუსტ პასუხს ვერ ვამბობთ ხოლმე რა არის სიყვარული, მაგრამ მას მაინც ვცდილობთ შევადაროთ ყველაფერი, რაც ჩვენთვის ძვირფასია, გავდეს სიყვარულს. თქვენთვის ვისურვებდი რატომღაც დაგეგმილ ერთ და ორთვის კი არა, არამედ მთელი სიცოცხლე თაფლობისთვის გქონოდეთ და როდესაც მრავალი წელი გაივლის, მაშინ გეთქვათ ერთმანეთისათვის, რომ დღეს 1000 ჯერ მეტად მიყვარხარ ვიდრე მაშინ, ხელი რომ მოვაწერეთ, მაშინ თქვენი ერთად ცხოვრება იქნება გამართლებული. ნება მომეცით გამოვაცხადო საქართველოს კანონმდებლობის სრული შესაბამისობით დღეს 2010 წლის 25 აპრილს ირმა კლიმსაძე და ზაზა ჩხიკვაძე კანონიერ მეუღლეებად ცხადდებიან. სულითა და გულით სულითა და გულით მოგილოცავთ.
ოჯახის თავი მამაკაციაო და თქვენ გაბარებთ ამ მოწმობას. იყავით მუდამ შეყვარებულები, იცხოვრეთ ერთმანეთის ბედნიერებისათვის, მიულოცეთ ერთმანეთს და ცეკვით გააგრძელეთ. ვალსი ჩაგვერთეთ თუში. ფიქრობ ამ შამპანური შეთავაზებაზე კომენტარის გაკეთება საჭირო არ გახლავთ. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ხომ პირველი სადღეგრძელო შესვლის პანდივის სიწეპადარდალს ეკუთვნის. მით უმეტეს დღეს თქვენ ამ დარბაზში გამოცხადით კანონიერ მეუღლეობა. რას უსურვებთ ერთმანეთს? ღმერთისგან რას ითხოვთ? ვახტანგურად ისმება და სამი კოცნით ბოლოვდება. გაუმარჯოს ჩვენს გადადგმულ ნაბიჯს ყოფილიყოს დალოცვილი, იღბლიანი, ბედნიერი და დარწმუნებული რომ ასე იქნება, იმიტომ რომ მე ცხოვრებაში ასეთი გამოცდილება მქონია, რასაც ჩავიდებ გულში და რაც მინდა ყოველთვის ვაღწევ. იოლად არა, მაგრამ მაინც ვაღწევ. გაუმარჯოს ჩვენ სიყვარულს და ჩვენ ბედნიერებას.